მოწმენდასთან გამოსამშვიდობებლად ადამიანები სამებაში მთელი 4 დღის განმავლობაში უწყვეტად მიემართებოდნენ ხალხის ნაკადი 24 საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა დღეს მაკის მაცხოვრის სახელობის ფერისვალების ტაძრის მრევლი კი სამებისკენ ჭავჭავაძიდან მამა შალვა კეკელიასთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაიძრა. საპატრიარქი გახდა პატრიარქი, მაშინაც იყო, აი როცა მაშინ მთელი ქვეყანა გზომდა რომ რაღაცა დიდი ახალი იწყებოდა, რაღაც ახალი ეპოქა, ვინც იმ პერიოდს მაშინ მოესწრო, ყველა ხვდებოდა რომ რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო ამ ქვეყანაში. და დღესაც ზუსტად იგივე რაღაცას ხედავთ, დღესაც მისი გასვლით ამ ქვეყნიდან და დღეს მას მიწასვაბარი და ხვდებით რომ ახალი იწყება ამ ქვეყანაში. ისევ ახალი, ჩვენ ხედავთ რომ როგორ გაამთლიანა მას საქართველოს, ის სულ ამბობდა. მე არ გავალ ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველო. მე არ გავალ ის ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო რომ მთელი ქვეყანა ტაძარში დგას და ტაძარში მოვიდა. დღეს ჩვენ ხედავთ მის იმას, რომ აი დღეს მართლა მთელი ქვეყანა გამთლიანებულია, მთელი ერი შეიკრა დღეს. უბედნიერესი ადამიანები ვართ, რომ ჩვენ ამ ეპოქაში გავჩნდა, ამ ეპოქაში დავიბადეთ და დღეს ჩვენ ამ ყველაფერს ხედავთ. ამას ხედავთ, ამ ყველაფერს ვესწრებით ჩვენ და უმთავრესი რაც არის, რომ ახლა ამ ყველაფერს შენარჩუნება შევძლებთ. აი ყველაზე მთავარი დღეიდან არის, რომ თუ მართლა პატრიარქი გვიყვარს, ისკენაც პატრიარქი მოგვიწოდებდა, ყველაზე გთხოვდა, რომ ერთმანეთი ყვარებოდა, რომ ეს სიყვარული ერთმანეთში შეგვაძლებინოს ღმერთმა. ძალიან დიდი დღე არის პატრიარქმა. თავისი გარდაცვალება ზეიმად გადააქცია საყოველთაო ზეიმი. იმიტომ რომ მთელი ერი გააერთიანა. ეს მისი დამსახურებაა. ჩვენ რას დრო გავა, ნელ-ნელა მიხვდებით თუ რამხელა პატრიარქი ყავდა. და წარსულში საუბარიც არ შეიძლება. ჩვენ პატრიარქი ყავდა, ყავს და კვლავ გვეყოლება მუდამ. ჩვენ ყველანი ვნატრობდით, რომ პატრიარქს მარადიულად ეცხოვრა. ის სწორედ დღეს დადგა ის წამი, როდესაც პატრიარქი მარადიულად იცოცხლებს, მარადიულად დაეხმარება თავის ერს. ისევე როგორც ეხმარებიან ზეციური საქართველოს ყველა მკვიდრი და მე ამაში მათ ვარ დარწმუნებული. ჩვენი ერისფრთლიანობა ამ ყველაფრის დასტურია და მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მადლიერი ერი ძალიან მარე შეერაცხავს მას წმინდათა დასში. და მე უსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აქამდე დაბნეული იყო, მე ესე ვიტყოდი, რომ დაბნეული იყო, გონს მოსულიყო, სინამდვილე გამოეხატოს. დღეს არის ისტორიული დღე, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ესეთი ემოციურია. ბევრს ვერ ვიტყვი და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ ეპოქის მომსწრე ვარ. და მადლობა უწმინდეს ყველაფრისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩვენი პატრიარქი და დღეს მივდივართ მასთან, რომ პატივიცეთ როგორც ის გვცემდა ყოველთვის. სრულიად საქართველოს, სრულიად საქრისტიანოს უსამძიმრებ დღევანდელ დღეს ამ უმძიმეს წუთებს, რასაც ახლა ერთობლივად გავდივართ. დღეს მართლაც რომ ბოლო დღეა, დაუჯერებელი ბოლო დღეა შეიძლება ითქვას, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც კი მიაზრებთ კიდევ რა ხდება ჩვენს თავს. ღვთის მადლით, ღვთის შეწევნით, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი უწმინდესი იქიდან იმ ზეციური საქართველოდან ჩვენ ყველას ერთად გვწამს და ვიმედოვნებთ, რომ დაგვიფარავს და დაგვიცავს.